ჩვენგან დაახლოებით 5000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავთა ტრიომ დიდი ხნის რეკორდი მოხსნა. აღმოჩენილია 3 დიდი ვარსკვლავი, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მერკურის ორბიტაზე პატარა მანძილიდან მოძრაობენ, მაგრამ ერთმანეთს იმდენად საკმარისად განიზიდავენ, რომ არ ეხეთქებიან. მოდით გავიგოთ უფრო მეტი. გრავიტაციულად შეკრულ ვარსკვლავთა სისტემა სახელად TIC 29061484 შედგება ერთმანეთის გარშემო ახლო მანძილიდან მოძრავი წყვილური, ანუ ბინარული ვარსკვლავისგან და მესამე ვარსკვლავისგან, რომელიც ამ ორს უბლის გარშემო. საოცარია, მაგრამ ისინი იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ მთელი სისტემა მერკურის ორბიტაში ჩაეტეოდა. და ეს ყველაფერი არ არის. როგორც ჩანს, მჭიდრო ტრიოს კიდევ ერთი მეგობარი ჰყავს. არის მინიშნება მეოთხე ვარსკვლავისა, რომელიც მათ გარშემო ძლიერ შორიდან მოძრაობს. სამივე ვარსკვლავი ერთმანეთთან შეჯახების გზას ადგას. ისინი შერწყმისა და სუპერნოვა დაფეთქებისთვის არიან განწირული მომავალში. ეს დაახლოებით 20 მილიონ წელიწადში მოხდება და მათ ადგილას ნეიტრონული ვარსკვლავი გაჩნდება. აღმოჩენა NASA-ს ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპმა TESMA გააკეთა, რომელსაც ვარსკვლავთა სინათლეში უმცირეს ჩაბნელებათა დაფიქსირება შეუძლია. ასეთ ჩაბნელებებს ვარსკვლავების გარშემო მოძრავი სხვა სხეული იწვევს. ვარსკვლავთა სისტემები, რომლებიც ჩვენი გადმოსახედიდან ერთმანეთს ფარავენ, ასევე გამოირჩევიან სიკაშკაშის ცვლილებებით, რადგან ერთმანეთის წინ ჩამავალი ვარსკვლავები ერთმანეთის სინათლის სულ მცირე გარკვეულ ნაწილს ბლოკავენ. TESS სიკაშკაშის ასეთ ცვლილებათა დაფიქსირება შეუძლია. შედეგად ის უმძლავრესი ხელსაწყოა ასეთი სისტემების დასაფიქსირებლად, რადგან როგორც წესი, შორიდან ჩვენ მათ ერთი ვარსკვლავის სახით ხედავთ. ასეა სამაგის სისტემა TIC 29061484 ცენტრალური ვარსკვლავის შემთხვევაშიც. ორბიტული სიბრტყე, როგორც ისინი არიან განლაგებული ჩვენი გადმოსახედიდან, საკმაოდ ხელსაყრელია. ამის გამო ამ ვარსკვლავთა კოსმოსური ცეკვისას, ანუ ერთმანეთის გარშემო მოძრაობისას, ჩაბნელებათა სხვადასხვა კონფიგურაციას ვხედავთ. კვლევართა ჯგუფმა NASA-ს ასტროფიზიკოს ვესელინ კოსტოვის ხელმძღვანელობით სისტემა TESS-ის მონაცემების ფართო ანალიზების შედეგად აღმოაჩინა. ვარსკვლავის სისტემის ჩაბნელებათა მოსალოდნელ სიგნალებზე დაყრდნობით, მონაცემთა გასაფრთხილად მათ მანქანური სწავლება გამოიყენეს. შემდეგ კი მონაცემთა უფრო გასაცხრილად საქმეში მოყვარული მეცნიერები ჩართეს. ძირითადად ვეძებდით კომპაქტურ მრავალვარსკვლავიან სისტემებს, უჩვეულოდ პულსირებად ვარსკვლავებს ორმაგ სისტემებში და უცნაურ ობიექტებს. ასეთი სისტემის აღმოჩენა ამაღელვებელია, რადგან მსგავს ობიექტებს იშვიათად ვპოულობთ, თუმცა სამყაროში ისინი იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამჟამად გვაქვს მინიშნებები, ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფიზიკოსი პოლ რაპაპორტი.